ამერიკის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა სირიის მიმართ დაწესებული სანქციების მოხსნის ბრძანებას. როგორც თეთრ სახლში განმარტავენ, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება ქვეყნის სტაბილურობისა და მშვიდობის მხარდაჭერისკენაა მიმართული. როგორც განკარგულებაშია მითითებული, შეზღუდვები შენარჩუნდება ყოფილი პრეზიდენტის ბაშარ ალ-ასადისა და მისი თანამოაზრეების წინააღმდეგ. ასევე შეზღუდვები იმოქმედებს ადამიანის უფლებათა დამრღვევების, ნარკომოვაჭრეებისა და ქიმიური იარაღის, ISIS-ის ან მისი მხარდამჭერი პირების, ასევე მათი ირანელი შუამავლების წინააღმდეგ. ტრამპის მიერ ხელმოწერილი განკარგულება ასევე ითვალისწინებს გარკვეულ საქონელზე ექსპორტის კონტროლის შემსუბუქების საშუალებას და უქმებს სირიისთვის საგარეო დახმარების შეზღუდვებს. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ფედერალური რეზერვის თავმჯდომარეს ჯერომ პაუელს ხელწერილი გაუგზავნა, სადაც ის ბანკირს რეფინანსირების განაკვეთის შემცირებისკენ მოუწოდებს. წერილში, რომელიც რეალურად სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედი მონეტარული პოლიტიკის განაკვეთების რეიტინგზე დაწერილი ტექსტია, დონალდ ტრამპი ფედის თავმჯდომარეს კვლავ ნელს უწოდებს. მისი შეფასებით, ამერიკულ დოლარზე რეფინანსირების განაკვეთი მაქსიმუმ 1% უნდა იყოს ნაცვლად ახლა არსებული 4.25% შუალედისა, რასაც შემცირებული ინფლაციით ხსნის. დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკაში ისტორიულად გაძვირებული კაპიტალით ამერიკელები $100 მილიარდ კარგავენ და ეს მისი თქმით სწორედ ჯერომ პაუელის დამსახურებაა. გასულ წელს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალურმა რეზერვმა რეფინანსირების განაკვეთი სამჯერ შეამცირა, მათ შორის სექტემბერში 50 საბაზისო პუნქტითაც. თუმცა მიმდინარე წელს ვითარება შეიცვალა, რაც დიდწილად თავად დონალდ ტრამპს და მის მიერ გლობალურ პოლიტიკაში შეტანილ გაურკვევლობას უკავშირდება, ვინაიდან ტარიფები დიდ ინფლაციურ რისკს შეიცავს. ილონმა იმაზე მეტი სუბსიდია მიიღო, ვიდრე ვინმემ ისტორიაში და სუბსიდიების გარეშე მას მოუწევდა მაღაზიის დახურვა და უკან სახლში სამხრეთ აფრიკაში დაბრუნება. ამერიკის პრეზიდენტ ილონ მასკ სოციალურ ქსელში კიდევ ერთხელ დაუპირისპირდა. როგორც დონალდ ტრამპი Truth Social-ზე წერს, ის სასტიკი წინააღმდეგი იყო ელექტრომობილების მანდატის და ეს მასკმა იქამდე იცოდა, ვიდრე საპრეზიდენტო არჩევნებში მხარს დაუჭერდა. მანამდე მასკმა ტრამპის საბიუჯეტო პროექტი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და მას გიჟური და დამანგრეველი უწოდა, რომელიც ამერიკის მთავრობის გაკოტრებელს ხელს უწყობს. მისი თქმით, ეს კანონპროექტი რეალურად ზრდის ამერიკის ბიუჯეტის დეფიციტს და იწვევს სახელმწიფო ვალის მატებას, რომელიც ისედაც რეკორდულ 37 ტრილიონს აღწევს. მილიარდერი მეწარმის განმარტებით, ეს კანონპროექტი სრულ წინააღმდეგობაშია იმ ყველაფერთან, რასაც დოჯის სახელით ცნობილი დეპარტამენტი ბოლო პერიოდის განმავლობაში ცდილობდა. ცნობისთვის გეტყვით, რომ ტრამპის მიერ მხარდაჭერილი კანონპროექტი მომდევნო წლებში ამერიკის სამთავრობო დეფიციტს 5 ტრილიონამდე გაზრდის. ამ თანხიდან ტრილიონი კი ქვეყნის თავდაცვას მოხმარდება, რომელიც 47 პრეზიდენტისთვის განსაკუთრებით პრიორიტეტული მიმართულებაა. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსთვის და ფინანსების შეჩერება და მისი პოტენციური დაშლა 2030 წლისთვის მსოფლიოში სიკვდილიანობას დამატებით 14 მილიონი ადამიანით გაზრდის. ამის შესახებ სამედიცინო ჟურნალ The Lancet-ში გამოქვეყნებულ კვლევაშია საუბარი. იანვარში ამერიკის 47 პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ მისმა ადმინისტრაციამ მნიშვნელოვნად შეამცირა USAID-ის და სააგენტოს მიერ მსოფლიოში განხორციელებული მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსება, რაც მათი თქმით ხარჯების შემცირების უფრო ფართო გეგმის ნაწილია. ადამიანის უფლებათა ექსპერტებისგან ტრამპის ამ გადაწყვეტილებას კრიტიკა მოჰყვა. USAID კრიტიკულ როლს ასრულებს გლობალურად ჯანდაცვის სექტორის განვითარებაში, განსაკუთრებით კი დაბალი და საშუალო ეკონომიკების ქვეყნებში. კვლევის თანახმად, ბოლო 2 წლეულის განმავლობაში USAID-ის დაფინანსებით სხვადასხვა პროგრამამ გლობალურად 91 მილიონზე მეტი ადამიანის გარდაცვალების პრევენცია უზრუნველყო, მათგან 30 მილიონზე მეტი კი ბავშვებში. პროგნოზის თანახმად, დაფინანსების შემცირება და სააგენტოს პოტენციური გაუქმება 2030 წლამდე 14 მილიონი ადამიანით მეტის სიკვდილიანობას გამოიწვევს, მათგან 4,5 მილიონი კი 5 წლამდე ბავშვი იქნება. ვაშინგტონი ჰუმანიტარული დახმარების ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, რომლის საერთაშორისო დახმარებაში კონტრიბუციაც გაეროს ინფორმაციით 38%-ია. მხოლოდ გასულ წელს საგარეო დახმარების სახით ამერიკამ 61 მილიონი გამოყო, საიდანაც ნახევარი USAID-ის გავლით დაიხარჯა. ბოლო ინფორმაციით ტრამპის ადმინისტრაციამ 6 კვირიანი განხილვის შემდეგ USAID-ის პროგრამების 80% შეაჩერა ან გააუქმა. უკრაინა და ევროკავშირი ახალი სავაჭრო პირობების შესახებ შეთანხმდნენ. ევროკომისიის ცნობით, კომისიამ უკრაინასა და ევროკავშირს შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების გადახედვის შესახებ მოლაპარაკებები დაასრულა. კერძოდ, ევროკავშირმა და უკრაინამ პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს. უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვაჭრობის ლიბერალიზაციის დებულების გადახედვის შემდეგ, მოდერნიზებული შეთანხმება ითვალისწინებს თანაბარ პირობებს, ბაზარზე ახალი წვდომის უზრუნველყოფა დამოკიდებულია ევროკავშირის წარმოების შესაბამის სტანდარტებთან უკრაინის თანდათანობით შესაბამისობაში მოყვანაზე, როგორიცაა ცხოველთა კეთილდღეობა, პესტიციდებისა და ვეტერინარული მედიკამენტების გამოყენება. მძლავრი დაცვის პირობა ორივე მხარეს ექნება შესაძლებლობა გამოიყენოს დამცავი მექანიზმი შესაბამისი ზომების მისაღებად ისეთ სიტუაციებში, როდესაც იმპორტმა შეიძლება ერთ-ერთი მხარისთვის უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს.
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში კაია კალასის სომხეთში ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სომხეთს 270 მილიონი ევროს მოცულობის დახმარებას გამოუყოფენ. კალასის თქმით, ევროკავშირი უზრუნველყოფს 270 მილიონი ევროს გამოყოფას მედეგობისა და განვითარების გეგმის ფარგლებში 2024-27 წლებისთვის. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა სომხეთთან პოლიტიკური შეთანხმების შესახებაც განაცხადა, რაც სხვადასხვა სფეროში, მათ შორის ეკონომიკური უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას გულისხმობს. ევროკავშირი და სომხეთი ასე ახლოს აქამდე არასდროს ყოფილან, განაცხადა კალასმა ერევანში ჩატარებული პრესკონფერენციის დროს. ვიზიტისას ასევე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირმა სომხეთისთვის ვიზა ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმას დაამტკიცა, როცა ყველა პირობა შესრულდება და პროცესიც დასრულდება, ეს სომხეთს და დანარჩენ ევროპას უფრო დაუახლოვებს. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მინსკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ რუსეთის მთავრობა 2026 წლიდან თავდაცვის ბიუჯეტის შემცირებას გეგმავს. ეს გადაწყვეტილება შეუსაბამოა მიმდინარე ტენდენციებთან, რადგან 2025 წლის ბიუჯეტში თავდაცვის ხარჯები 25%-ით გაიზარდა და მან 13.5 ტრილიონ რუბლს მიაღწია, ანუ უკრაინასთან ომის დაწყების დღიდან მოყოლებული რუსეთში თავდაცვის ხარჯები იზრდებოდა, თუმცა როგორც ჩანს, ეს ტენდენცია 2026 წლიდან დასრულდება. თავდაცვის ხარჯები ამჟამად რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის 6.3% შეადგენს და სამთავრობო ბიუჯეტის 32%-ზე მეტია, რაც უმაღლესი მაჩვენებელია საბჭოთა კავშირის დასვლის შემდეგ. ცხადია, მაღალი სამხედრო ხარჯები მნიშვნელოვან ზეწოლას ქმნის ეკონომიკაზე, განსაკუთრებით ინფლაციის და ვალუტის მერყეობის ფონზე. როგორც ცნობილია, ამჟამად რუსეთის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროები მუშაობენ სამწლიანი გეგმის შექმნაზე, რომელიც სამხედრო ხარჯების ეტაპობრივ შემცირებას ითვალისწინებს. რუსეთის ერთ-ერთი სისტემური ბანკის გენერალური დირექტორი გერმან გრეფი მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკაში რთულ პერიოდს პროგნოზირებს. სბერბანკის ხელმძღვანელის თქმით, თუ კომპანია სურს მომავალ წელს ინვესტორები არ გაანაწყენოს მოსალოდნელი სირთულეებისთვის, წელს უნდა მოემზადოს. მისივე თქმით, ბევრი რამ ასევე იქნება დამოკიდებული გეოპოლიტიკაზე, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდაზე და რეფინანსირების განაკვეთზე. გასულ წელს რუსულმა ბანკებმა 3.8 ტრილიონი რუბლის, ანუ დაახლოებით 48 მილიარდის წმინდა მოგება გამოიმუშავეს, რაც წლიურად 15.2%-ითაა გაზრდილი. როგორც საბანკო რეგულირების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრ დანილოვი ამბობს, გასულ წელს ბანკებმა მოსალოდნელზე დიდი მოგება მიიღეს, რადგან დაკრედიტების მაჩვენებელი არსებული კაპიტალის დახმარებით გაზარდეს. წელს რეფინანსირების განაკვეთი 20%-ის ტოლია, ანუ კაპიტალი გაძვირებულია. რუსეთის სახელმწიფო ენერგოკომპანია გაზპრომი რთული და კრიზისული გამოწვევის წინაშეა. კომპანია ცდილობს მოაგვაროს პრობლემა, რომელიც გამოწვეულია 60 მილიარდი კუბური მეტრი გაუყიდველი ბუნებრივი აირის დაგროვებით. ეს მოცულობა დაახლოებით 3-ჯერ აღემატება პოლონეთის წლიურ მოხმარებას და პრაქტიკულად უდრის არაბთა გაერთიანებული საამიროების ერთწლიან წარმოებას. გაზპრომის ინფორმაციით 2024 წელს კომპანიამ 416 მილიარდი კუბური მეტრი აირი აწარმოა, თუმცა გაყიდა მხოლოდ 355 მილიარდის, რაც გეგმის ჩავარდნაზე მიუთითებს. ამის მთავარი მიზეზი ევროკავშირის ბაზრიდან რუსული კომპანიის განდევნაა. ამასთან გაზპრომის ჩინეთთან და ირანთან შეთანხმებები დროში იწელება, ხოლო ახალი აზიური მილსადენის სიმძლავრე მხოლოდ 38 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს და ის ვერ ანაცვლებს ევროპაში დაკარგულ სიმძლავრეებს. ტანსაცმლის საცალო ვაჭრობის ჩინური ონლაინ კომპანია შეინი ჰონკონგში IPO-ს პროსპექტის კონფიდენციალურ წარდგენას გეგმავს. ეს იშვიათი გადახვევა იმ კომპანიების პრაქტიკიდან, რომლებიც აქციების განთავსებამდე დოკუმენტებს საჯაროდ აქვეყნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ის საკითხთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს. კონფიდენციალური წარდგენა კომპანიებს საშუალებას აძლევს მარეგულირებელი ორგანოების განხილვის პროცესი, ინფორმაციის საჯაროდ გამჟღავნების გარეშე გაიარონ და ოპერაციული და ფინანსური ინფორმაცია უფრო დიდხანს შეინახონ. IPO-ს დოკუმენტები გასაიდუმლოებული მანამ დარჩება, ვიდრე კომპანია ჰონკონგის საფონდო ბირჟაზე მოსმენას არ გაივლის, რაც ქალაქის მარეგულირებელი ორგანოების მიერ დამტკიცების პროცესის ბოლო ეტაპია. ამ საბოლოო ეტაპამდე შეინმა ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელი კომისიის მხრიდან ნებართვა უნდა მიიღოს. უცნობია აქვს თუ არა უკვე მიღებული კომპანიას ამ ორგანოსგან ზეპირი თანხმობა. კომპანია აქციების საჯარო განთავსებას წელიწადნახევრის განმავლობაში უკვე მესამედ ცდილობს. მან პირველად IPO-ზე განაცხადი ამერიკაში 2023 წლის ბოლოს შეიტანა. მიმდინარე წლის აპრილში ლონდონში შეინის IPO-ს გეგმა დიდი ბრიტანეთის ფინანსური რეგულირებისა და ზედამხედველობის ორგანომ დაამტკიცა, თუმცა მოგვიანებით ჩინელმა მარეგულირებლებმა უარყვეს.